პატა. გამარჯობა ელენე და ერთი წუთი მოიცადე. ლაშა. შენ არა ხარ ნორმალური ხო? შენ ვიცი რომ არა ხარ ნორმალური, რა გაკეთე? რა შეიძლება გამოგისმინე რა. მომისმინე. ვიცი რომ მაინც არა უნდა მითხრა. რა უნდა გითხრა, რა არა უნდა გითხრა, რა. ლაშა. გიხოცები რა, მე და ჩემი დოდომამი და ცოტახნით აქ დავრჩებით, ხო? არა. აი. ითხრა, ხა მართლა შენ არ არის ეს ნორმალური. რა ხდებოდა კიდე ერთი წუთი ელენე? აი თრი ბოქში. გამოიხალე რაღაცა ლავი არ ჩაგარტყა. მე ახლა იმდენი ხართ აქ რომ მე გული მიგზნობს რომ ამ ადგილზე წავატაციაობა და აქ მეწვევი. აი ეგრე. არ არის ეს ნორმალური არ არის. ახლა რო არ იყო ნორმალური ისედაც ვიცოდი, მაგრამ ამათლა არ არის ნორმალური რა. აი მე ვიცით, ვერ დაგვემართა კარგი ამბავი. მიდი დაიწყე მართლა მიდი მოუყო. ვერ დაგვემართა კარგი ამბავი. პატას ბინის პატრონმა სახლიდან გამოყვარა ასე ტყუილად და უმიზეზოდ. დედა, რა ცუდი ერთხეს ორი სახლიდან რო გაგაგდებენ. არ შეგაწუხებდით, მაგრამ ხომ გაგიგონიათ არა? და ამიტომ აქ ვჩები. გაგიგონია, კი. ხომ გაგიგონია შენ. ბიჭო, იასთან მაინც გასულიყავი, ან? იასთან მაინც მისულიყავი და იმისთვის გეტყვი. კარგი, ლაშა ერთი წუთი. იასთან როგორ გავსულიყავი? ამდენი არიან და ეხლა სისხლია როგორ შევაწყვეტ. და ისინი არიან 3 და ჩვენ ვართ 5 ადამიანი. ეგრა შუაშია მე. რა არ არის შენ შუაში არაფერს. კარგი, დაწნადი ერთი წუთი დაწნადი კიდე ერთი ვარიანტი მაქვს. მე ხო ვერა ვარ, გაწყობს. თავი მოდი ერთი მისმინე. ამდენი აქ მართლა ვერ დავეტე. აზრია აქ არა აქ აზრია ლაპარაკს და. ნინო ხო აპირებდა წასვლას. მე? ხო და რო უთხრა რომ დააჩქაროს. კარგი რა ელენე, ეს ლაპარაკობ რა. როგორ უთხრა ახლა ადამიანს, ჩემი სახლიდან წავიდგო, როგორ უთხრა იმ ადამიანს, რომელსაც წესი და დაწი არ ვიცი. ნუ კარგი, მაშინ დარჩით აქ და ის მაინც მოვიფიქროთ ვინ საწובה. ვინსაც წובה კი არა, ვინ წובה და ვინ დგას. ისე სხვათა შორის. აი მე მაგალითად შემიძლია მთელი ხამი არ დავიცინო. შემიძლია. ოღონდ ერთ-ერთი თქვენთაგანი დარჩეს რომ დილამდე ველაპარაკო. აბა რომელი დარჩებით ჩემთან? იძინებს შენ იძინებს. ერთი წუთი ხალხო, ერთი წუთი. მოვიცა ერთი წამი პატა იძინებს, მაგრამ სად? ხო და ერთი წუთი მომისმინეთ ახლა მე დავალაგებ გადაწყვეტა ვინსა დაიძინებს. აა გადაწყვეტს ბიჭი ახლა ვინსა დაიძინებს, აგერ ოჯახის უფროსი გადაწყვეტს. მომისმინე, შენი საწოლი ხო ორკაციანია? კი, მე. ნიკა დაწובה იქ. მოიცე ეგრე არ გამოდის. რას ნერვიულობ? მამიდა გენაწყალოს, ვინც ვერ დაეტევა, დაწვეს იატაკზე. დაწვეს იატაკზე, რა თქმა უნდა, რა თქვა ვინც ვერ დაეტევა, დაწვეს მე სუქანი. ვინც დაუშვათ იატაკზე წოლისგან, ვისაც გვერდები არ ეტკენება, ვინც სუქანი დაწובה და შენ ახლა მართლა შეთავზე რატომი? შეთავზე რატომი? მე სხვა სუქანზე ვთქვი, არ შეიძლება ვინც სუქანი მოვიდე და თქვას რომ აღჩებიო? რატომ არ შეიძლება იყო რომ შემოაყოს ვიღაცამ ყარები სუქანმა თქვას რომ აღჩებიო რა პრობლემა? მოიცა ერთი წუთი ლაშა, მე მოვიფიქრე ვინ საწובה, მაგრამ აი ნიკას რა უყო ვერ ხვდები. უყურე რა. რასაც შენ რამშვილებს თუ არის რა უყურე.